საღამოშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. რამდენიმე დღეა არ ჩამოწერია თქვენთვის ვიდეო და დღეს გადავწყვიტე ძალიან მომენატრა თქვენთვის ვიდეოების ჩაწერა. დღევანდელი თემა იქნება რას მოგვიტანს ოქტომბერი, რადგან უკვე დაიწყო ახალი თვე ოქტომბერი და გავიგოთ რას მოგვიტანს ოქტომბერი. მოდი ჯერ ვნახოთ რა ენერგიებში იმყოფებით ეხლა, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. ვინც არის მიცნობთ, გეტყვით რომ ვარ ტრანსფორმაციული კოუჩი და ვმუშაობ მეტაფორული ბარათებით, მაბარათებით და ასევე ტაროს დახმარებით სესიების დროს. ხო, ჩემი YouTube-ის არხი სახელიდან გამომდინარე მიხვდებოდით ალბათ, რომ არ არის რაღაც ისეთი მაგიური სამკითხაო და რაღაც ისეთი ჯადოქრული არხი, იმიტომ რომ ბევრი მესიჯი მომდის ხოლმე ამაზე, რომ რაღაც რიტუალებს ვატარებ და ბრუნებებს ადამიანის და ასე შემდეგ და არაფერ მაგდაკოს არ ვატარებ, რადგან მე ტაროს ვიყენებ მხოლოდ როგორც დამხმარე ინსტრუმენტად კოუჩინგური სესიების დროს. და რამოდენიმე თვეა შევქმნი ეს YouTube-ის არხიც, იმიტომ რომ ძალიან სიამოვნებს, როდესაც გიზიარებთ ესეთ გაშლებს, მერე კიდევ სხვა თემებზე ვსაუბრობთ ხოლმე, ძირითადად ურთიერთობების თემებზე, რადგან ამ საკითხებზე ვმუშაობ უმეტესად კოუჩინგური სესიების დროს. და ეს პირველ რიგში მე მსიამოვნებს და ასევე ის მსიამოვნებს, რომ რაღაცით გეხმარებით, ამას იმიტომ გძნობ, რომ თქვენი კომენტარებიდან რა კომენტარებსაც მიტოვებთ ხოლმე, გძნობ, რომ რაღაცით გეხმარებით მოგწონთ ჩემი გაშლები და ეს მეც მსიამოვნებს, რა თქმა უნდა, ვიღაცას რომ ვეხმარები სრულიად უანგაროდ. ერთადერთი თქვენი ალბათ ასე ვთქვათ, საფასურიც არ არის, რომ უკან ენერგიები დამებრუნოთ, არის ის, რომ მოიწონოთ ჩემი ვიდეოები, ვისაც მოგწონთ, რა თქმა უნდა, და გამოიწეროთ არხი. მეტი სხვა ისეთი არაფერი და ეს მე ძალიან მსიამოვნებს და მახარებს ხოლმე, როდესაც არიან ადამიანები, ვისაც ვეხმარები ოდნავ მაინც აი ამ ზოგადი გაშლებით, თუნდაც იმით, რომ ერთი დღის განწყობა შეუქმნა ადამიანს, ხო? ზოგადად იცით ალბათ ყველამ, რომ ეს ზოგადი გაშლები დეტალურად, კი ხდება ისეც, რომ მართლაც აი სულ დეტალებში რეზონირდება ხოლმე ზოგიერთ ადამიანზე, მაგრამ უმეტესად არის ისე, რომ ვიღაცაზე არის ერთი ინფორმაცია, ვიღაცაზე მეორე და ყველამ უნდა იცოდეთ, ასე ვთქვათ, რა ინფორმაცია არის თქვენზე, ხო? ანუ ეს არის ზოგადი გაშლების აზრი ძირითადად. და ხო, ამის თქმა მინდოდა, რომ ამ არხზე არ ხდება რაღაცა ისეთი ჯადოქრობები და მაგიები და რიტუალები. ეს არის უფრო ფსიქოლოგიური არხი და ძალიან მინდა, რომ უფრო ხშირად ჩავწერო ხოლმე ვიდეოები და უფრო მეტად გამოვითარო, უბრალოდ ცოტა დროის ნაკლებობა მაქვს და ამიტომ ჯერჯერობით ვერ ვახერხებ ასე ხშირად რომ ვიაქტურო, თუმცა გეგმაში მაქვს, რომ ძალიან უფრო მეტად გამოვითარო ეს არხი. კარგი, ბევრი არ ვისაუბროთ, რადგან უმეტესად აქვთ ხოლმე ადამიანებს ბევრ ლაპარაკზე პრობლემა, მაგრამ მე მართლა არ მისმის, რა პრობლემა უნდა იყოს ამაში, თუ არ სიამოვნებს ადამიანის მოსმენა, არ უნდა მოусმინო, ძალიან იოლი გამოსავალი. კაი, მოდი გავიგოთ რა ენერგიებში იმყოფებით ეხლა თქვენ, ვინც ეხლა ამ ვიდეოს უყურებთ.
მეგობრებო, ძალიან საინტერესო. იცით რა დამემართა ახლა უცებ ეს არკანები რომ მომიღე. რაღაცნაირად როგორ გითხრათ, რა შეგრძნება მივიღე, იმას გეტყვით და თქვენც ამ ენერგიებში იმყოფებით. სიბნელიდან რომ რაღაც ჭუჭრუტანაში რომ სინათლეს დაინახავ და რომ გარბიხარ იქითკენ რომ თავი გადაერჩინო, ზუსტად ეგ შეგრძნება დამეუფლა ახლა თან სიხარულის, თან გადარჩენის, რომ იცით როგორი მომენტი გაქვთ ახლა, რომ თითქოს რაღაცა იმედი გაჩნდა თქვენში და იმედი გაჩნდა იმის, რომ თქვენ თუ ფიქრობდით, რომ ასეთი რაღაცა დეპრესიული, მძიმე, გამოუვალი მდგომარეობა რომ გეგონათ რაღაცა თქვენს თავში რაც ხდებოდა და ესეთი დეპრესიული ფონი რომ გქონდეთ და გეგონათ, რომ ამას თავს ვერასდროს ვერ დავაღწევო, ზუსტად თქვენ გამოდიხართ ისეთი მდგომარეობიდან, საიდანაც გეგონათ, რომ ან საერთოდ ვერ გამოხვიდოდით, ან ძალიან დიდი ხანი დაგჭირდებოდათ ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. და ეს არის თქვენი ძალიან ძალიან დიდი ტრანსფორმაცია. ისეთ ენერგიებში იმყოფებით ახლა, საკუთარ თავში რომ უდიდეს ძალას ეძებთ და თან პოულობთ. თითქოს რასაც ეძებთ რომ პოულობთ, ხო? თითქოს ადრე არ ეძებდით ამას და თავს უფლება მიეცით, რომ ესეთ დეპრესიულ საშინელ ფიქრებში, საშინელ მდგომარეობაში და ისეთ დამთრგუნველ ემოციებში ჩაგეგდოთ საკუთარი თავი და ასეთ ძალას არ ეძებდით, არა და გქონდათ მაშინაც, მაგრამ საკუთარი თავი ჩაიგდეთ, ძალით არა, მაგრამ რა თქმა უნდა, გამომწვევი პირობები იყო იმისთვის, რომ ესეთ სიტუაციაში ჩავარდნილიყავით, საკუთარ თავზე ბევრი პასუხისმგებლობა, უდიდეს სიმძიმეს გრძნობდით და ამ ყველაფერმა უდიდესი მენტალური პრობლემები, დეპრესია, უძილობა, ღამის, საშინელი ფიქრები, overthinking-ს რო ეძახიან, ხომ იცით? კუდ გამობმულ ფიქრებს ვეძახი. მართლაც რომ ესეთი ფიქრები გამოიწვია, რომელიც უფრო აზრს მოკლებული იყო, შეიძლება რეალობას საერთოდ არ შეესაბამებოდა და ბევრი ადამიანი იტანჯება ამით ძალიან, რომ თავის თავში თვითონ შექმნის რაღაცა ჩამოაყალიბებს და ამ ყველაფერზე იტანჯება, უფრო ამძაფრებს, მიხვდით, რა სიტუაციაშიც არის, უფრო მეტად აბავს რაღაცებს, ყუდებს და აშენებს ზედ კიდევ მთელ რიგ ფიქრებს, რომ თითქოს უფრო მეტად დაიტანჯოს და ასეთ ფიქრებში იყავით თქვენ და ზუსტად აქედან გამოდიხართ, მეგობრებო, ან ვიღაცები უკვე ხართ გამოსული და უკვე ისეთ სიძლიერეში ხართ გადასული და ისეთი სულიერი განვითარება გაქვთ უყურეთ, შეხედეთ და თითქმის სულ მაღალი არკანებით გვესაუბრება ტარო, ძალიან მაღალ ენერგიებში ხართ, ან გადადიხართ ისეთ ძალიან ძლიერ და მაღალ ენერგიებში და სამყარო თulis რომ თქვენთვის სამართლიანია უკვე ეს პერიოდი, რაც ახლა დგება თქვენს ცხოვრებაში, სამართლიანია, რომ როგორ გითხრათ, გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან, თქვენ თითქოს მარტოსულად გრძნობდით თავს და ამ მარტოსულობაში ზუსტადაც რომ ვითარდებოდა თქვენი სული, იზრდებოდა, ძლიერდებოდა, მარტო იყავით, ძალიან მარტო გრძნობდით თავს და შეხედეთ როგორი განდეგილის არკანი გვაქვს აქ, სიბნელეში კი არის, მაგრამ თვითონ თითქოს ანათებს. თქვენ იმდენად გაიზარდეთ სულიერად, რომ თქვენ სიბნელეს ანათებთ.
შეიძლება გარშემო დიდად არაფერი არ შეცვლიოთ და ისევ არის იგივე სიტუაცია, მაგრამ თქვენ უკვე იმ დონეზე გაძლიერდით და თქვენს თავში იპოვეთ ისეთი ძალა, მეგობრებო, დათრგუნეთ ის იმდენი შიში, ამდენი საშინელი ფიქრები, აი დათრგუნეთ და მოერიეთ საკუთარ თავს, გაძლიერდით და გაიარეთ უდიდესი ტრანსფორმაცია. აი ასეთ სასწაულ ენერგიებში იმყოფებით, აი უფრო ვიტყოდი სიძლიერეში გადადიხართ, რაღაც აი განდეგილობიდან და ესეთი ამდენ სიმძიმეს რომ მიათრევს ადამიანი და თავის აწევის ისიც რომ არ აქვს, აი ბალიშიდან რომ თავი აწიოს, ხო იცი, აი რაღაცა ეგეთი მომენტი შეიძლება ვიღაცები პირდაპირ მნიშვნელობით ლოგინიდანაც არ დგებოდით, ისეთი დეპრესია გქონდათ. აი ამ მდგომარეობიდან მომენტალურად არა, მაგრამ აი გავიდა რაღაცა პერიოდი და თქვენ გადადიხართ ან უკვე ხართ გადასული აი ასეთ სიძლიერეში. შეხედეთ როგორი არკანი გვაქვს, მეგობრებო, ნახევრად ქალი, ნახევრად ლომია. რომელმაც მოათვინიერა ის თავისი შიშები, დაიმეგობრა, ასე ვთქვათ, და ყველაზე დიდი გამოსავალი ზუსტად ეს არის. დავიწყება და დათრგუნვა და სადღაც გადამალვა გონებაში და უბრალოდ არ გახსოვდეთ, ეგ კი არა, მეგობრებო, რაც გაწუხებთ, აი ზუსტად მასთან დამეგობრება. ხო მოხდა? მერე რა? აი ზუსტად ეს მერე რა ძალიან ბევრს ნიშნავს. მერე რა მოხდა, ხო? აი ადამიანები იმისთვის ვართ მოსული, ალხეინად და ესე პრობლემების გარეშე არავის არ უცხოვრია და ამ დედამიწაზე არც არავინ იცხოვრობს ალბათ აი ესეთი პრობლემების გარეშე. ყველას აქვს თავისი წილი, განსაცდელი, გასავლელი და ეს იყო თქვენი, რამაც გაგაძლიერათ და თქვენ სწორად გამოიყენეთ აი ეს სიტუაცია, ტრანსფორმაცია მოხდა თქვენში და ეს ტრანსფორმაცია არის ის, რომ გაგაძლიერეთ ამ ყველაფერმა, დაუმეგობრდით თქვენს შიშებს რა მოგეთ. და ზუსტად ამიტომ მოგცათ სამყარომ აი ესეთი სიძლიერე, რომ თქვენ შეძელით და კი არ ჩარჩით აი ამ მდგომარეობაში. ამიტომ იძახის სამყარო, რომ სამართლიანია ამ ადამიანისთვის ესეთი ტრანსფორმაცია და გაძლიერებაო, რომ აუცილებელი იყო თქვენთვის აი ეს მომენტი და ის მომენტი, რომ თქვენ სწორედ გაიარეთ აი ეს პერიოდი, რა განსაცდელიც გქონდათ და რა ტრანსფორმაციაც უნდა მომხდარიყო თქვენში, თქვენ სწორედ მიხვდით და სწორედ გაიარეთ. ძალიან კარგი. მოდით ნახოთ რა სიახლე შემოდის, რა სასიამოვნო სიახლე შემოდის ოქტომბრის თვეში აი ამ ადამიანებისთვის. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. რა სასიამოვნო სიახლე შემოდის ოქტომბრის თვეში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. საინტერესოა. მოდი გავიგოთ. ახლა ვინც ხართ მეგობრებო, ცოტა ისეთ შეხედეთ ფონი ესეთი გაქვთ, ცოტა გაურკვეველი, თავგზავნეული და არიცით თითქოს საით მიყავხართ ამ გზას, იცოდეთ მეგობრებო, რომ თქვენ აი ეს თქვენი სწავლა თუ რაიმე სწავლობდით, ხო? თუ რაიმე საქმეს აკეთებდით და შედეგი გინდოდათ რომ გენახათ, აი ეს ყველაფერი მოგიტანს ძალიან დიდ გამარჯვებას, მეგობრებო. აი იცით როგორ გამარჯვებას, აი თითქოს თქვენს ცხოვრებაში რაღაცა ერთი ციკლი დასულდა თითქოს და დასულდა როგორც ცუდად კი არა, კარგად და თქვენ თავს გამარჯვებულად იგრძნობთ, არ ვიცი ვის რა
სიტუაცია გაქვთ ახლა ხო, რას აკეთებთ? ვიღაცა შეიძლება რაიმე სწავლობდით. ვიღაცა ზუსტად აი ამ სიტუაციაში ხარ, რასაც ვიძახდი ხო, რა ენერგიებშიც იმყოფებით. აი ზუსტად ვიღაცა შეიძლება აი თქვენი თავის გადარჩენით იყავით დაკავებული და აი ამისთვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებდით და თავს იგრძნობთ გამარჯვებულად და თქვენს ცხოვრებაში აბსოლუტურად რაღაც აი ახალი ეტაპი იწყება. შეხედეთ დასრულების სამყაროს არკანი, რომელიც შეხედეთ როგორი არკანი გვაქვსო, თითქოს რაღაცა აი ეს რგოლი, რაშიც იყავით მოქცეული, აქედან გამოდიხართ თითქოს მეგობრებო და თან გიხარიეთ, ძალიან გახარებული ხართ და იწყება თქვენ ცხოვრებაში ძალიან სწრაფად, სხვათა შორის, ახალი უდიდესი ცვლილებები და რა ცვლილებები შემოდის, აბა ვნახოთ, რა ცვლილებები შემოდის ამ ოქტომბრის თვეში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. სულ კვერთხები ამოდის და საინტერესო. ძალიან სწრაფი ამბავი გექნებათ. აი ვიღაცები, მოდი ესე ვიტყვი ხო, ზოგადი გაშლა, საერთო გაშლა რადგან არის, ხო? ვიღაცები ვინმეს ელოდებით ადამიანს, ვიღაცები რაიმე შეტყობინებას და ამ ყველაფრის გამო საკმაოდ იცი როგორი, აი თითქოს აი გაჩერებდათ ეს ყველაფერი რაღაცნაირად, გაჩერებული იყავით თითქოს, აი ამ საკითხში არაფერს არ აკეთებდით, იმიტომ რომ მოლოდინის რეჟიმში იყავით, ხო? მეგობრებო, აუცილებლად მიიღებთ აი ამ საკითხიდან ახალ ამბავს. ახალი ამბავი გექნებათ. თუ ვიღაცების სწავლობდით და იმ სწავლის შედეგს ელოდებოდით, მინდა გითხრათ, რომ პასუხს მიიღებთ ძალიან დადებით და ვიტყვი იმასაც, რომ აი შეიძლება არჩევნის წინაშე დადგეთ. აი ამ ახალი ამბავის შეტყობინების შემდეგ შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ არჩევნის წინაშე. არჩევანი თან იცი როგორი, აი დროში კი არ იქნება გაწეული და აი თითქოს დროს არ მოგცემენ, რომ სწრაფად უნდა მიიღო არჩევანი. თქვენ ამის გამო საკმაოდ აი ამ ლოდინის გამო და აი ამას რასაც ელოდებოდით მოკლედ ძალიან შეიძლება ღმერთსაც ეხვეწებოდით, რომ ღმერთო ამისრულე ეს ოცნება და აი მართლაც მიიღებთ ისეთ პასუხს დადებით, მაგრამ მე გაჩნდება რა მომენტი, იცი რომ აი გაურკვევლობაც არა, აი თითქოს გაურებული იქნებით და არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, აი ეხლა რაღა გავაკეთო, აი ესე იტყვით. კარგი. მოდი აბა კიდევ ვიკითხო, კიდევ რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში აი ამ ოქტომბრის თვეში. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. რა სასიამოვნო სიახლე შემოდის ოქტომბრის თვეში, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. მეგობრებო, აქ ვიტყოდი იმას, რომ ვიღაცები ძალიან ისეთ დისბალანსში იყავით, თითქოს უყურეთ როგორი ფონია, გაურკვევლობა, ბალანსის დარღვევა, რაღაცა ეგეთი სიტუაციები საკითხთან, რომელიც ეხება ადამიანს, ვფიქრობ, ეს კონკრეტულად ურთიერთობებს და გრძნობებს ეხება, სიტუაცია, რომელიც იყო გაჩერებული, არ იწვროდა, ადგილიდან არ იწვროდა საერთოდ და რაღაცა შეიძლება სულ გენატრებოდათ ეს სიტუაციები, იხსენებდით ამ ადამიანს, მასთან გატარებულ პერიოდს, რაღაც მონატრების შეგრძნება, მაგრამ პლუს თქვენს თავთან სულ ბრძოლები გქონდათ, ხო, რაღაცნაირი, რომ აი აღარ მინდა დაანებე თავი, ნუ ვაფიქრობ რაღაც, შეიძლება ეს მომენტი გქონდათ და ეს ადამიანი აი ვისაც გქონდათ ზუსტად ისეთი მონატრება და ესეთი გაჩერებული სიტუაცია, თუ ფიქრობთ, რომ დასრულებული ამ ადამიანთან, შეიძლება საკმაოდ დიდი ხანია სხვათა შორის გასული, თქვენი
აი ესეთი პაუზური სიტუაციიდან და თქვენ უკვე იმედიც აყარგებთ და ამიტომაც გაქვთ ესე ბრძოლა საკუთარ თავთან გაჩაღებული, რომ თქვენ საკმაოდ ისეთი ქალბატონები, ვინც მიყურებთ, საკმაოდ ისეთი ენერგიული, ძალიან პოზიტიური, დადებითი, ძალიან ისეთი კრეატიული და ენერგიული, თქვი, ხო? ძალიან შეიძლება პროფესიის მხრივაც ძალიან წარმატებული პიროვნება იყოთ. აი თუ ახლა ზოდიაქოსაც ვიტყვით და გავაჟღებთ, მაშინ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები იცით ხომ უკვე ალბათ ეს კვერთხების დედოფალი არის ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი ქალბატონი ვერძი მშვილდოსანი ლომი, რომელთანაც გამოჩნდება ის მამაკაცი, რომელთანაც ეგონა, რომ დასრულებული იყო აბსოლუტურად ყველაფერი და ამის გამო თვითონ რო ახსენდებოდა და ენატრებოდა და რაღაცა კარგ პერიოდს იხსენებდა ამ ადამიანთან, საკმაოდ ისეთი უჯერვდებოდით საკუთარ თავს, რომ აი რაღაც იხსენებ, მორჩა ამ ადამიანთან ყველაფერი და ეს ადამიანი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. ეს ადამიანი შეიძლება იყოს თქვენზე ასაკით პატარა საკმაოდ, ან თუ პატარა არ არის, მაშინ ისეთი უფრო ბავშვურ ენერგიებში რაღაცნაირი მისგან შეიძლება მიიღოთ ესეთი შეტყობინება, ძალიან ემოციური, ძალიან ისეთი გამოსვლა იქნება რა. ცივად ნამდვილად არ მოვა. კარგი, მოდი ჩავშალოთ მაშინ და რითი მოდის ეს პიროვნება, ესეც ვიკითხოთ გარემ. ეს ადამიანი რომ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, ანუ ეს ახალი პიროვნება არ არის წარსული ეს ადამიანია, იმიტომ რომ თქვენ საკმაოდ ისეთი მოგონებები გაქვთ ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. რითი მოდის ეს თასების პაჟი თქვენს ცხოვრებაში? საინტერესო. იცით რა არის მეგობრებო? საკმაოდ ისეთი ტიპაჟია манипуляციების მოყვარული, ცოტა გაურკვეველი, ცოტა ისეთი საკუთარ თავში არ არის ჩამოყალიბებული, ამ პაჟზეც ეტყობა ხომ, არ არის ჩამოყალიბებული ეს პიროვნება, საკმაოდ მაგრამ პლუს ამის მეორე მხარე ის აქვს, რომ თვითონ ამ თქვენთან ურთიერთობაში კი არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ საკმაოდ ინტუიციური, განვითარებული ისეთი პიროვნება არის. მარტო ყოფნა რო უყვარს. მარტო ყოფნა უყვარს ძალიან, აი ესეთი პიროვნება. მოდის ახალი დასაწყისებით, სხვათა შორის ცოტა რო არ ელოდებით მაშინ ექნება ეს გამოჩენა და ჩართავს თავის манипуляციებს თქვენთან. იცით როგორ რაღაცა მრავალი სახე აქვს თითქოს ამ ადამიანს, აი შეუძლია რომ იცით შეუძლია რომ გაჩვენოთ რომ აი იმპერატორია თავის ხელში აიღებს ამ ურთიერთობას და რაღაც ესეთი. მეორე ის არის რომ დიდად გამცემი ემოციების და რესურსების ზოგადად არ არის, საკმაოდ ისეთი ტიპაჟია. ან იცით როგორ ვიტყვი უფრო? აი რასაც შენ მომცემ, მეც იგივეს დაგიბრუნებ, აი რაღაც ეგეთი მომენტი აქვს. თან პლუს ვიტყვი იმას, რომ საკმაოდ ცოტა დამაბნია, ისეთი არეული ტიპაჟია, რომ გაურკვევლობაში ჩამაგდო მეც. აგერ მთვარე რო აქ ადამიანს, სხვას რას უნდა ელოდო ასეთი ადამიანისგან, ხო? შეიძლება მისი გამოჩენით თქვენც დაგაბნიოთ, რომ
დაგაბნებთ ნამდვილად ეს პიროვნება, გაურკვევლობაში ჩაგაგდებთ ნამდვილად, რომ ცოტა ისეთი მომენტი გექნებათ, რომ აი რაღაცას არ ელოდებით მისგან. შეიძლება ადრე იყო, იცით როგორი ტიპი, რომ აი თქვენ უფრო მეც გასცემდით მასთან, ვიდრე ის და აი ახლა შეიძლება მოვიდეს რაღაცა საჩუქრებით, ყვავილებით, ანუ ესე გაგანებივროთ რა, ან საკმაოდ ისეთი ემოციური ტექსტები გქონდეს, რასაც ადრე საერთოდ არ გასცემდა თქვენს მიმართ, აი ძალიან ისეთი თავშეკავებული პიროვნება იყო შეიძლება და ძალიან დიდი ეგოთი და აი ეხლა პირიქით მოვა რაღაცა სხვა სახეს დაგანახებს, თავის სხვა სახეს, აბსოლუტურად სხვა ტიპაჟს რა. და ეს ძალიან გაგაკვირვებთ. საინტერესოა. კარგი. მოდი ახლა ამას ძალიან რომ გავუყვეთ შორს წავალთ. ვიკითხავ კიდევ ერთხელ. რა სასიამოვნო სიახლე მოდის თქვენს ცხოვრებაში ამ ოქტომბრის თვეში? ვიტყვი რას იცი, მეგობრებო, ეს ძირითადად უფრო ეხება სწავლა, კარიერა, ფინანსებს. თქვენ უკვე ხართ როგორ ენერგიებში გადასული, იცით? ყურეთ, ხმლების დედოფლის ენერგიებში, რომელიც საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია. ადამიანი, რომელიც უკვე გონებით საზღვრავს ყველაფერს და არა ესე უცებ ემოციურად, რაღაც იმპულსურად და აფექტის მდგომარეობაში და ადამიანი, რომელიც საკმაოდ ბევრს ფიქრობს და ერთხელ ჭრის. ესეთი პიროვნება ხართ თქვენ, გამხდარი და რაც შეეხება სასიამოვნო სიახლეს. იცით როგორი მომენტია, თავშიც ვთქვი ხო ალბათ რაღაცა სწავლების მომენტი გაქვთ მეგობრებო. რაღაცა ვიღაცებთან არის ხო, აი ესეთი სწავლის მომენტი, რაღაცა შეიძლება სწავლობთ, აი რაღაცა ახალი რაღაცას აკეთებთ სულ პირველად რა, აი ჯერ რო არ გაგიკეთებიათ ისეთი რამე და ძალიან ესეთია თქვენთვის, აი როგორ გითხრათ, ძალიან ეჭვებში ხართ, არ იცით როგორ გამოგივათ ეს ყველაფერი და ძალიან გადარდებთ, ხო, აი თითქოს თავის ტკივილად გექცათ ეს, რომ არ იცით, აი მომავალი ბუნდოვანია რა, ასე ვთქვათ. და არ იცით როგორ გამოგივათ ეს საქმე მოკლედ. ან რისთვის აკეთებთ, თითქოს თქვენთვის გაურკვეველია. კი, გინდათ ისწავლოთ, ან რაიმე ბიზნესი დაიწყოთ, ან რაღაცა ახალი, რასაც აკეთებთ და თქვენი საქმედ გინდათ აქციოთ, ხო? აი არ იცით რას მოგიტანთ ეს ყველაფერი და ამის გამო საკმაოდ შეიძლება ვიღაცები გაჩერებულები ხართ და აღარ აგრძელებთ გზას. აღარაფერს აღარ აკეთებთ, ხო? მინდა გითხრათ, რომ თავარი არის მომენტი, რომ თქვენ არ გაჩერდეთ, გააგრძელოთ თავდაუზოგავი მუშაობა, რაც ძალა და ღონე გაქვთ, შეუდგეთ ამ საქმეს, იმუშაოთ ბევრი და თქვენ გაგიმართლებთ ნამდვილად. სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ გაგიმართებთ, ეხლა თუ არაფერი არ გააკეთეთ, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, ხო? აი იმ შემთხვევაში თუ თქვენ იმუშავებთ, ბევრ დროს დაუთმობთ ამ ყველაფერს, ბევრს გააკეთებთ და ბევრს იშრომებთ, ხო? ძალიან დიდ წარმატებას მიიღებთ, სიუხვეს, ფინანსურ შემოსავალს, კარიერულ წინსვლას, წარმატებას, არ ვიცი ვისთან რა ხდება, ხო? ვიღაცა რაღაცას სწავლის დაწყებას აპირებს შეიძლება, ვიღაცა რაიმე ბიზნესის, ხო, რაღაცა ახალს იწყებთ და თუ არაფერი არ გააკეთეთ, მეგობრებო, რა თქმა უნდა, შედეგსაც ვერ მიიღებთ, მაგრამ თქვენ განერვიულებთ ის ფაქტი, რომ აი მე რომ დრო დავკარგო, ბევრი ვიშრომო, ბევრი გავაკეთო და მაინც რო არაფერი გამოვიდეს, თქვენ თუ ასე ბევრს იშრომებთ და დროს დაუთმობთ საკმარისად იმ საქმეს, რისი დაწყებაც გინდათ,
ძალიან კარგ შედეგს მიიღებთ, მეგობრებო. შედეგი იქნება აი როგორ გითხრათ, სავსე ყველაფერ იმას მიიღებთ, რაც გინდათ რეალურად, თავისი ფინანსური შემოსავლებით, აი ძალიან თქვენს ძალიან სავსედ და კარგად იგრძნობთ თავს და თუ ვიღაცას კარიერას ეხება და წინსვლას, მასაც ძალიან დიდი წარმატება ელოდება, რა თქმა უნდა, შრომის შედეგად. ეს იყო, მეგობრებო, დაგემშვიდობებით ეხლა. ვეცდები რომ კიდევ ჩაგიწეროთ ხოლმე მალ-მალე ვიდეოები, იმიტომ რომ თითქოს მეც მაკლდება რაღაცნაირად აი ეს თქვენი დადებითი კომენტარები, ისეთი დადებითი ენერგიებით ვივსები ხოლმე, როდესაც ეს დადებით რამდენჯერ გავიმეორეს დადებითი. როდესაც ესეთ სასიამოვნო კომენტარებს ვკითხულობ ხოლმე და ჩემზეც ძალიან კარგად მოქმედებს ეს ყველაფერი. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ, დაგემშვიდობებით, დროებით